ну აქ უნდა ეგეთ სიტუაცია ერთი რამდენიმე თვის წინ სექტემბერი იყო თუ არ ვცდები როცა მოლაპარაკება მოხერხდა აქ ძალიან პროფესიონალურად იმუშავა მაშინ სამხარეო პოლიციის უფროსი ვინც იყო და ну არა მარტო მან ცხადია ბევრი ჩვენები იყვნენ ჩართულები და ეს მოხერხდა ეს მოლაპარაკება რუსეთთან რომ პოსტ ზემოთ ამოეწია ჩვენსაც და მთელი არ ვიცი ალბათ 9 კილომეტრი მაინც არის ახლა დამატებით კილომეტრი ის სოფელი ზემოთ ამოსული და ნუ მოსახლეობა დაბრუნდა თავის სახლებში. აი ხა ჩვენ გვევართ აქ ჩვენი მოსახლეობა საერთოდ არ იყო. მაშინ ანუ ვერ ამოდიოდა ხალხი შიშით და ეხლა ეს თეთრი მანქანა რო დგას მაგის თავზე გადის ხობე იქ არის რამდენიმე 2-3 სახლი კი დარჩენილი ზემოთ, მაგრამ ნუ საერთო ჯამში სოფელს აღარ ექნება პრობლემა და ეს არის სხვათა შორის წარმატებული მოლაპარაკების მაგალითი, რაც ზარდიანკაში მოხდა და ეხლა ჩვენ რაც დავდივართ და ვნახულობთ ამ პოსტებს ხო და ხედავთ რომ არ არის იგივე სიტუაცია, ეს ნიშნავს იმას რომ თუ იმუშავებ პროფესიონალურად რაღაც მიღწევა ნამდვილად არის შესაძლებელი. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი, როდესაც ჩვენი ლოგიკით, ჩვენი ძალიან პროფესიონალური კადრით სამწუხაროდ ეს ხალხი გაშვებულია დღეს სახში, სრულად გაუგებარ ლოგიკით. მაგრამ აი ეს არის ერთ-ერთი ის მაგალითი, რომელიც გვიჩვენებს რა შეუძლია მიაღწიოს პროფესიონალ კადრს. ეს იყო შვება მოსახლეობისთვის და სხვათა შორის ეს რო გაკეთდა უკვე სხვა სოფლების მოსახლეობას გაუჩნდა იგივე მოლოდინი რომ შეიძლება იგივენაირი წარმატება მიგვეღწია იქაც და დაბრუნებოდნენ თავის სახლებს, მაგრამ ჩვენ დღეს ვნახეთ სამწუხაროდ რომ ეს პროცესი არ მიმდინარეობს ისე როგორც მიდიოდა